მოგესალმებით, მე ვარ ბექამ ნათობიშვილი და თქვენ უყურებთ Slenderman Drives. გადავით ვიდეოზე. გამარჯობა ხალხო, კეთილი იყოს თქვენი ფერკიდე მეორე აპზე, იმაზე Slenderman Drives-ზე. Subaru-ზე რა ხდება? გვეღირსა ნაწილების სასტავ გვეღირსა. ჩვენმა ერთგულმა ელექტრომობილ გამოყო თანხა და გვაყიδιნა უკანა ბამპერი, რა თქმა უნდა მეორადი და უკანა ფარები, ოღონდ ამჯერად ტურბინიანი, ის უღალი რაღაც არ აქვს. და ძალიან მინდა ჩვენ ფარებს ვიშორებთ. დავაკეთებ ტურბინანის ფარებს. ძალიან კარგია. დღეს უნდა ჩამოვიდეთ, დღეს უნდა დავხვდეთ. მაგრამ ისიც მამინდა. მადლობა ელგობის გულები გაუსწრაფეთ. ახალი ტელეფონი თუ გინდათ შეიძინოთ, ამერიკულები, ორიგინალები ლინკი ახსნაშია გადადით მაგათაც. ახლა რა ხდება? რატო ვართ აქ? დავიწყებთ ერთ-ორ ვიდეოს ამ ადგილიდან. ეს არის თუ გახსოვთ ჩემი მთავარი არქიდან ადოროს პიცა. ადოროს პიცა თქვენ უბრალოდ ადოროთია. ადორო. მოდი ადორო დავუყო. კაი ადორო დავუყო. რეჟიმი შევწევთ რა. ძალიან კაი ხალხი არის. მინდა უბრალოდ მეთქვა რომ კარგი აქციები აქვს და პლუს კიდევ ახალი სიახლეები აქვს ჩვენს არხთან კოლაბორაციით. ვინც მოვა ადოროში პიცას შეუკვეთავს ჩემი სახელით. პირველი აპლიკაცია მიიღებთ 50%-იან ფასდაგებას. 50%. პირველი აპლიკაცია, ასე რომ ეს ვიდეო აკვეთებათ ვარ, კარგი ხადო. შემოგიწევია. მე ახავ. მაგრამ ამით არ თორდება. ძალიან გემრიელი პიცა აქვს, ერთი იმას ვაღიარებ, ძალიან გემრიელი პიცა აქვს მართლა, პიცის საშუალოდ მხოლოდ აქ მოდივა. რა დავდივდი ის პოინტში ხალხ მოდივა. კაი, ძალიან არ მოგაბეზოთ თავის ასნავ, ადორო. ეს აპლიკაცია არის. კეთილად წარმოებული 24. Aulabari თან. ხო, აულაბარი თვითონ წარმოობს 24 ნომერი. სასწავლო გრაფიკასთან კომენტარი ის რა ქვია. Sushi house-ი. ძალიან მაგარი რესტორანი. ისინი დამევთებს ახლოს არის. ადოროს ნაკოდ მაპსი პლუს არიან ვოლდზეც, გლოუზეც და ბოლძეც. კი, ყველგან არიან, მაგრამ ადგილზე უნდა მოხვიდეთ ჩემი აქციით რომ ისარგებლოთ. ასე რომ 50% მიფასდაკლება. პირველ 10 კაცს არ გამოტოლოთ. ვინც შეიძლება ჩემი სახელით პიცას და შემდეგ უკვე პირველი კაცის მერე იქნება 30% ფასდაკლება. ასე რომ თავარი მოასწროს 50%-იანზე. ახლა კი უნდა იმას ახლა დავშოვი ამას თამჭამო. ეხლა უცებ შეჭამეთ რაღაცას რა თანგელაპარაკებით რაღაცა თემებზე რა ხდება იმაზე. ასე რომ აქ გაჩნდება მალე პიცა. ხო, ცოტა ის შეიცვალა კუთხე, მაგრამ ხო, ესეთ გემრიელობა რაღაცებს ნახავთ. ესე იგი ხალხო, მივდივარ დღეს Subaru-ს ამ უკანა ბამპერის სამოსაღებად და ფარების სამოსაღებად. მერე უნდა გავრეცხოთ ქვემოდან, ანუ უკვე შეძლოთ კლიენტ მანქანის გადაწყოს ისე რომ არ დამიზიანდეს ნატურები არ გადამეწყოს ტყუილა, უკვე ჰერმეტულად იქნება ფარები დაცული. ქვემოდან გავრეცხავთ და ვნახოთ ზუსტად საიდან გახდეს ზეთი, არ მიახლოებით მაინც, გარეცხვის მე ეგრევე უნდა მოვიყვანო ჩვენთან იამაზე. უშევხეთ. კოლექტორი და არიგიტია. კარტერიდან ვფიქრობ, ხო კარტერიდან ვფიქრობ მენს, ეგრე გიქცა იდეაში მის მოგწვა მანქანა და დავეშვებით ახლა მოვადრო თუ არა. დავხვდე უნდა მარშრუტკას, იმიტომ რომ რეგიონიდან გამოგვიგზავნა ჯიგარმა, ჩვენმა ახალმა გამომწერმა, რომელმაც გარეკვის მერე გაიგო რომ ახი მაგდა რაღაცა რომ უთხრა კიდევ კიდევ და და შემინახეთკო და ძალიან კარგი ადამიანი აღმოჩნდა, აუცილებლად შეგინახაო, სიტყვა შეასრულა და გამოუშვა მარშრუტით იქნება საამოს. ასე რომ გადავედით დახვედრაზე, დავხვდებით და არ დაგავიწყეთ ამ ყველაფრის გამოყენება, რაც ვფიქრობ. მადლობა ადოროს. ოდა მე და რეზიმ წვიმათქეში მარშრუტკას გამოვართვით ბამპერი და ფარები აქ აგერ რეზის უკანა ფარები. და კაი განათებაში დავდგები და დაგელაპარაკებით. ქაოსიდან გამოვიდით მე და რეზიმ. სიმშვიდე, სტაბილურობა, საფიფარეშოები მოვიშოთ. ფისი აღარ მინდა. მოკლედ სასტავ, აგერ უკან გაახედე, ლურჯა ბამპერი. ლურჯა ბამპერი რომელიც უნდა შეეღებოთ ახლა რა თქმა უნდა მზად არის. ძალიან მაგარ ფაში დავითრეთ ბამპერი, არ მეგონა დავითრედით და რა თქმა უნდა ტურბინიანი კომპლექტაციის უკანა ფარები, მრგვალი რაღაცა ამოჭრილი. ბამპერის გადაშე ფიზიკურად ვერ დავაყენებდი ამ ფარებს, ასე რომ მაგიტო ავიღეთ კომპლექტაციაში ბამპერიც. მადლობა დიდი ოთოს ამ შვენიერი ფარებისთვის. როგორც ვიცი არის ძალიან კარგი მდგომარეობაში ბიჭო. ნახე ბიჭო რა კარგია. შეხედე ბიჭო. ძალიან მაგარია, აუ მაგრამ მოუხდება ჯიმი. არა, ძალიან მაგარია, ძალიან მაგარია ძმაო, რა ვიცი. ვიცი რომ კომენტარებში ყვირით და იგინებით და იფურთხებით, მაგრამ ამ დროს პატარა ბექამ არ იცის რომ ეს არ არის ჩვენი მანქანის ფარი და ეს არის ფურგონიანი ვერსიის ფარი, დიახ. შემთხვევით არასწორი ვარიანტი ვიყიდეთ. ნუ ყველაფერს გაიგებთ ძალიან მალე. დაჟე თავისი იმითა გადაჭრიაზე ხარ, კონექტორი თუ რაღაც აშტეკელი დაგჭირდა. კონექტორი და იგი კონექტორი, მე ვარ ევროპელი. Connection DI HDMI
და მეორე, უნდა იოფთა. ტრაინიკი, ბლად. მართლა იდეალური ფარებია ძმაო. აი ძალიან მაგარი ფარებია. ნატურები და ყველაფერი ზედა აქვს. ხო, მგონი, ყველა. კაი, გადავინაცვლოთ მომდევნო დღეზე, უცა დავაყენებთ ამას, იმიტომ რომ დღეს ფიზიკად ვერ დავაყენებთ. ეს უნდა უნდა გაუძლებო ბექას ტრანზიშენებით და ესეთი გადასვლა გვინდა ეხლა. მომდევნო დღეს ასწავ. მოვედით, დავაგდეთ ფარები რეზის გარაჟში. ესენი გადაიცვლება ამაში. იმედი მაქვს, რომ წავა და იმედი მაქვს, რომ ტყუილა არ ვიყიდე. აი ეს ამოჭრილების გამო არის განსხვავება. და მაგრამ მჭირდებოდა ბამპერი, ასე რომ და წავიდეს, მინდა რომ წავიდეს. წესით რავი განსხვავება არაფერი არა ამ ფარებში გარდა ამ დეტალისა, ხო? მაგრამ რაღაცა მანერვიულებს ამ. აი აქ არის ცოტა განსხვავებული თითქოს. კრილოზე რაღაცების დამატება თუ არ დამჭირდა, კარგი იქნება, მაგრამ ნახოთ რა. დავიწყებ ახლა დაშლა აწყობას და ნახოთ როგორ გამოვა. დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი წავა ზუსტად. Let's go, დავშალოთ. საწაო რა ტყუილად უნდა იწვა. ნახავ რა შეიძლება ყურაც წავიდა და იმდენად რომ გავყიდე ამის შესაძლებელი. ო საფეხების მოჭრაუდა ისე მოჭრა აღარ გახდა. აიგე. აბანაკავე და ხო, ნუ ვიცი რომ კომენტარებში მიყვიროდით იმაზე რომ არ წავა და რაღაცა, ნუ ეგ მე ვიჩქარე და კაი რესერჩი არ გავაკეთე, სამაგრების სხვა არის ფორმა ვაფშე. განსხვავდება ცოტა დაბალი ფარია იმაზე და ნუ ხო, ჩემი შეცდომა არის. კაი, ეხლა მომიწევს მოვიფიქრო შემდეგი სტეპი. ესენი იყო საჩხერიდან, მაგარი იაფში დავითრიე და ვფიქრობ გავყიდო და მე ჩემები ვიყიდო როგორმე, ან თუ გადამიცვლი ან გადავცვალო სადმე დაშლილებში. არ ვიცი, მაგას მოვიფიქრებ და გეტყვით. ასე რომ ჯერჯერობით დაპაუზდა ეს ამბავი. სამწუხაროა. რაღაცას ვიზავთ. ოდას ასტავამ ჩვენი სულელური ჩაფლავების შემდეგ, ჩამოგვივიდა საკეტი უკან საბარგულის და ახლა უფრო კარგად დაიგეტება, აღარ დამჭირდება გარედან შიგნიდან გაღება. მივაყენებ დღეს ამას. ფარებსაც შეეხება, მე მგონი გამოვწერ უკან მარცხენა ფარს და მარჯვენას ჯერჯერობით დავტოვებ. ფიზიკურად ვერ ვიშოვე საქართველოში ეგ ფარი. STI-ზე აღარ გადავყავს, ტოვებთ ისეც როგორიც არის და უკანა ბამპერს სავარაუდოდ შევცვლით, მასე ვფიქრობ, იმიტომ რომ ეს ძალიან განადგურებულია და მირჩევნია ნორმალურ მდგომარეობაში ვიპოვო ფერში, ლურჯ ფერში, რაც უნდა შევღებოთ, ან მერე ჩვენ შევღებოთ. ხო, და სპოილერიც მინდა დავადგა. სპოილერსაც თუ აქ გამოჩნდა, აქ ვიყიდი სპოილერს, თუ არ და მაგასაც გამოვწერ. ახლა კი მოდით მივაგდოთ ეს ჩვენი საკეტი, უცებ დაყენდება, ეგ პრობლემა არ არის. ქვემოდან გარეცხასაც მალე ვიზავთ, დღეს ვერ ვახერხებთ, მაგრამ ვიზავთ. ანუ ფარს ცოტა კიდე შეგვენდება, არა უშავს. თავარია არ დავნებდეთ ის ფარები, რაც შევიზინე კიდე გავყიდე. ფურგონის ფარები ყოფილა. მე მეგონა სედანის. ამ დროს აღმოჩნდა ფურგონის. არა უშავს, სწავლობთ. ჩემთან ერთად სწავლობთ თქვენს. ან ეს უკვე იცოდით და კომენტარებში მიყვირით, რომ რატო შეიზინე, ასე რომ არა უშავს. უკანა ბამპერს და ფარებს გავყიდი. ისაც გინდათ თუ არ გაიყიდა, შემეხმიანეთ Instagram-ზე პირადში, დაიფასი მოგცემთ ბამპერსას და ფარებსაც. ფურგონისას. კაი, როგორც ხედავთ, სპოილერიც აღარ არის. მაინც გატეხილი იყო და უნდა შევცვალოთ, ეგ დიდი პრობლემა არ არის. მაგრამ სპოილერის გარშეც რა კარგად გამოიყურება, შეხედე. ოკეი, კაი, ახლა ამას დავაყენებ. იმედია სწორად გამომიგზავნეს და ეს მაინც არის სწორი ნაწილი. შავხსნათ მაინცა. მგონი ორიგინალი ნაწილია თან. მიყვარს ორიგინალი ნაწილები. Genuine parts Subaru made in Japan. ორიგინალ. დიახ, ეთყობა რომ ორიგინალია, მინდა გითხრათ, თავისი ორი გასაღები მოყვება და თვითონ საკეტი. კალიტე. ახლა დავაყენოთ. მამაცი. Yo mama. ამასობაში მეუღლე ასე იგნებს პატარას. გაიცალით, ეს არის ანასტასია. და თან გაიწეს თუ შეიძლება ხალბატონო. ესეც გავაკეთეთ. ეხლა დავტესტოთ, იმუშავებს თუ არა. არ მოაზრო. ეს უნდა გაიყოს. იდეალურად მუშაობს. ეს არ გაიღება? ასე გაიღება. ჩვენიერი. ოკეი, ახლა გადავალთ შემდეგ ეტაპზე. დღეს ვერ გადავალ, იმიტომ რომ გასაკეთებელი მაფიაზე მაგვიანდება. მომდევნო დღეს გნახავთ.
მოკლედ სასტავ ეს არის მომდევნო დღე და მაქვს კარგი ამბავი. საქართველოში ვერადა ვერ ვიშოვე ეს ფარები მოკლედ. მიუხედავად იმისა, რომ იაფიღის როგორც ვიცი, ანსი მოტორსში რო გქონოდათ 100 ლარი ღირდა თითო. დავიწყე ძებნა eBay-ზე და იყო ბევრი ვარიანტი, მაგრამ თითო ღირდა $100. ვეძებე რამდენიმე დღე და წავაწყდი ერთ პოსტს, რომელზეც $100 ეწერა ორ ცალში, ასე ვთქვათ რა, ორ ცალში ეწერა და კიდე შეთავაზების გაკეთება შეიძლება საკუთარი ფასი რო შეთავაზო რა. ოფერი გაუკეთე $70. რადგან მაწყობს $70. ხო და ორივეში რა. იმ დღეს არაფერი, ნუ მეთქი საერთოდ არც ნახავს ოფერს თქო და გუშინ ეს ოფერი დააექსეპტა, ეგრევე ჩავამაჭა თანხა და ნაყიდია. ორ გადაობთ. ფარები ვიყიდეთ. თან კაი მდგომარეობაში არის, როგორც სელერს უწერიან, გატეხილი და რაღაც ბზარები არა აქვსო, უბრალოდ გაკაწრულია რამდენიმე ადგილასო. ფოტოებზეც რო ვნახე, თითქმის არ ეთყობა და ენაკაწრები თუ რაღაცა მივაპოლირებთ. ანუ უკანა ფარები გვაქვს. ძალიან კაი, ვეძებთ სპოილერს. სპოილერი რო ვნახე, ძირთად ორიგინალები ვნახე და $600 ღირდა ეგ სპოილერები და არ მაწყობს, შეიძლება ჩამოსხმული ვიყიდო ან ვინმეს თუ ცოტა მოკაწრული ქონდა. ნამდვილად არ გადავიხდი მაგის სპოილერში $600. ეხლა მივდივართ გადაღებაზე. რუსთავის ავტოდრომზე Car Drag არის ესეთი არხი. Car Drag. აი ხალხია, აქვთ რუბრიკა ცნობილები დრიფტში, ესე ქვია. და დღეს პირველად ვიდრიფტავ მათი მანქანით. ცხოვრებაში დრიფტი არ მიცდია, საერთოდ, როგორც იცით. და დღეს გამოვწვდი ჩემ თავს და ნახავთ მაგათ არხზე თუ როგორ გამომივიდა. იმედია გამომივიდა რამე. ასე რომ დავიშვით ახლა მან პლუს მანდვე არის ანსი მოტორსი, როგორც იცით და შევივილი ერთი ბამპერი თუ აქვს ჩემი მანქანის, მაინტერესებს მაგასაც მისაღებ ფასი თუ გქონდათ შევიძენ. აი, დევეშვით. მიესალმეთ, ბატონი დავითი, საქართველოსობა. ჩვენ სახლს უნდა მივაპიარო აქაურობა რა ხდება. მადლობა მე ხარ. ტანჯულათი, მაგრამ გამომდგარი ტანჯულათი. დღეს შევეცდები, რომ კონტროლებად სლაიდში ვიყო. რამდენად კონტროლებად იქნება ეგ არ ვიცი, მაგრამ აგერ ჩვენიერი მენტორი მყავს, მე მაქვს მოიკიდან გამოსtildeება მოსრიალების ძველი მასაბურავები. რო გზნობ მანქანასაც ვიცურავს რა. ხო, შეიძლება. მოკლედ ამ შვენიერ ხალხთან გამოეწერეთ კარდრაგი აუცილებლად, დავდებ post plus ჩვენს მთავარ არხზე, იქაც გადადით, აქაც გადმოდით და რავი, დავეხმაროთ ხალხს 100.000 უნდა. უეჭველი უნდა, იმდენ სწავლობენ. როგორ შეიძლება ეს ხალხი ასე რომ შეესიეთ ჩემი მოხდა. რამდენში გაყიდე რამე? სამის ფარგლებში თან ჰიდრაულიკური ვсё ჰიდრაულიკური რუჩნიკი ბოდიში ბარბარიზმებისთვის 3-დან 0 ხო 3-დან 2 ატმოსფერო 46 ვсё გატრინოლებული ძმა საცაგინა საცაგინა 50 შემშებია კაუსპიდიზეში თან road legal არის ხო ჩაულებრივად თუ ეხა სალონია გამოგებული რო ჩაალაგო ჩაულებრივად დექტარულებას საერთოდ პრობლემა ჩემი გაი რა გინო შეგეხმიანები ზიჭეს ქართული ეგეც მუშაობს ქართულიც მუშაობს და ისიც მუშაობს რა მაგარია პარკინგ კონტროლი აქვს და ეგეც მუშაობს პარკინგ კონტროლი ღადაობ ამას სადა აქვს პარკინგ კონტროლი ჩემი კაი კომპაქტი ნახე პარკინგ კონტროლი აქვს და ლუკი არა აქვს რა უცნაურია კაი გადავიღებთ აქაურობას მე გავალ ანსი მოტორში და გამოიწერეთ კარდრაგი აი გავთი შედა ვინ მოაყენა რითი ნახეთ ბიჭო რატო არ დადიხარ ნორმალური მანქანები სადა? ცემენტის აღება შემილია ლი. ცემენტი. რა ხალხო. გრიფსაც თავიდან რაღაცაში ესაკრა. აი მუშაობ. გრიფი რო ვისწავლო მე აქ რა და ჩვენ კიდე იმას შვები ანუ. არ მასწავლი ძმაო და ხა სხვასთან მივედი ხო ხედავ. აღარ მახსოვს მე. ხო. ბარემ ხეროს არხის გამოიწერეთ აქ. ბარე. კლიკი. გაში, ხო? რა. რავი, ანასოლები. მე ჩემი ცალკე არხისთვის ვიღებ მეორე არხისთვის და მთელი. არა, რა მაგრა დაემთხვა აქისთვის მოგეხმარო რამეში პროსტ თეთრები მაცვია. კი, მანქანის გოშვა შესაძლოა და შეშედორი. თუ გაქვს მასტერკა ჩავიცო ჩემი კაი. хорошо. კაი, ხო მე წავედი. ხო და სასტავ ეს იყო მართლა თქვენ თავზე რომ უნდა გამოსცადოთ ისეთი რაღაცა ძალიან მაგარი არის, ანუ კონტროლირებადი დრიფტი ასწორებს. რაღაცები გამომსვლია, კი რა და არც არ ვიტყვი ვიდეოში ნახავთ. დიახ, გამოიწერეთ კარდრაგის არხი და მალე ნახავთ ჩემს ვიდეოს. მაგრა გამისწორდა, კაი ხალხი. ახლა თუ მივუწარი ანსი მოტორს მივალ და ვნახავ კიდე რამე ნაწილს, ან ბამპერი მინდა უკანა, და უკანა ფარები გვაქვს და სპოილერზე თუ არ მომიხიეს კოსმოსური ფასები, მაგასაც ვნახავ.
და მე დევეშვით სახში. ძალიან დავიღალე, აი გამომფიტა რასაც ქვია რა ამ დრიფტმა. აი ძალიან გამომფიტვადია, მაგრამ სასიამოვნოდ დავხარჯე ემოციები და ენერგია. მაგარია. სასტავ გავაძრე, დავითრიე, უკანა და წინა ბამპერიც. ერთი არის ვერცხლისფერი, ერთი არის თეთრი, ნუ ყველაფერი შეიღებება რა თქმა უნდა, მაგრამ იმ ჯარც ჯობია რაც ჩვენ გვაქვს რა. მანე კაის ვაკეთებ. კაია. მიხაილ პოლოს ნაწილებს. ეგ არის, დათრეულია. აგერ წინა ბამპერი, აგერ უკანა ბამპერი. აჰა, საკმეში ვართ. ასწორებს. კაი. დღეს ვეღარაფერს ვერ ვიზავ, მაგრამ ხვალ წესით ვივაკეთებთ, დავტესტავთ. ესეც სასტავ მომდევნო დღე, უნდა ჩავიდე და დავაყენო ბამპერები და ბამპერები სად მაქვს? სახში. ლუჩი რამდენს გიგდიათ მანქანის ბამპერები, ერთი ძალიან მაინტერესებს. აქ პატარა მინიმალური ნიუანსი აქვს და ეს გაკეთდება, არა პრობლემა, მგონდეში გაბზარულიც არ არის და უბრალოდ საღებავია ამ ძვრალი. არა, ცოტა გაბზარულია. ეგ არაფერი. უარასებს გვინახავს, დანარჩენი იდეალურია. დღეს ჩავალთ და მივაყენებთ ამ ბამპერებს, როგორც იქნა ნორმალური ლუკი მიეცემა ჩვენს მანქანას და შავი საშინელებები აღარ ეყერება. ვიზუალურად რომ მოვხოდავთ კიდე, მე უკვე წავა გარედან ჩალიჩირო სამყებრო მოვხოდოთ და შევღებოთ ლამაზ ლურჯ ფრად. მაგრამ ხო სპოილერს უნდა გამოვწერო, იმიტომ რომ ბევრად იაფი მიჯდება გამოწერით, ვიდრე აქ შეძენით, თუნდაც ჩამოსხმულის, ასე რომ მაგასაც ვიზავთ. დავეშვები ახლა დაბლა და გავაკეთებ მაგ ყველაფერს. აი, დროა მოვარგოთ ბამპერი. სამაგრები არ მაქვს, რა იცი დავამაგრო, არ ვიცი, იმედია გახლავთ არ მომიწევს არაფრის, მაგრამ რაღაცას მაინც ვიზავთ. Let's go. ეს ბამპერი აღარაფრით არ ვარ, ასე რომ წავა ნაგავში. ანუ უკვე რამხელა განსხვავება ნახეთ. ბამპერი მოერგო, იდეალურად არა, მაგრამ ნორმალურად. აქ ცოტა მისარტყამი მექნება გამოსაწევი. აქეთ ამღარესაც, ანუ უკან არის დარტყმული ჩვენი ბამპერი. ნუ ეხა ეს ამის ბამპერიც არა, ტურბინიანის არის, მაგრამ შეიძლება ამის დეფორმაცია ისე რომ ზუსტად წავიდეს რა, ასე რომ სავარაუდოდ მაგას ვიზავთ. Very nice. უკვე რაღაცას ემსგავსება ჩვენი პატარა სპოილერი მინდა. სამწუხაროდ სპოილერს ამ ვიდეოში ვერ ვიხილავთ, მაგრამ უკვე შემდეგ ვიდეოში დავაყენებთ. წესით უნდა გამოვწერო და დავაყენებთ. მაგარია. აი, გადავიდეთ წინა მხარეზე. ახლა იმას უნდა ვეჩალიჩო 1 საათი. სამაგრების საერთოდ არ მქონდა რაღაცები ვქენი. ბიჭო, მაგრამ მოუხდა ეს უკანა მხარე. იმენა გალამაზდა და უეჭველი უნდა გავრიცხო დღეს. გვიღირს ამ მანქანის გარეთ, ხო არ მაინტერესებს ამ ფარს რა მოვა, ველოდებით. ჩამოვა თუ არა, შემდეგ ვიდეოში დავაყენებთ. და ესეც აი ასე. ეს არის დღევანდელი გამარჯვება ძმებო და დებო. მაგრა დავიღალე და გაასწორა სასიამოვნო პროცესი იყო. მიუხედავად იმისა, რომ ცოტა მეჯიკავებოდა ეს მანქანა და არ გვითმობდა არაფერს, ასე რომ მაინც კარგია. ხო, დროებით მივაყენე ისე რომ არ მომძვრეს გზაში. უფრო კარგად გავამაგრებთ, როცა ყველაფერს კარგად გავაკეთებთ და აუზბორავთ, ასე ვთქვათ. მჭირდება ქვედა ფრთა, ანუ რეზინიც აქვს, პატრილნიკი. აქეთ ამ მხარეს. უკან როგორღაც გავაკეთებ სანომრეს განათებას და წინ ეს გამოვიდა თავისი სანისლეებით. იმას ჯობს ბევრად რაც იყო, ნუ STI არ არის რაღაც სასწაული, მაგრამ შავს ჯობს და შეიძლება ლურჯად. არ არის გატეხილი, არ არის გაბზარული, უბრალოდ შესაძლებია. ჩვენ მოგვი დაყვინა და ხო რა. შესაბამისად აღარ ვარგოდა. მაგრამ ეს შავი ბამპერის ტესტი გამოწეული იყო. იმენა გაბერილი არის, ნუ საზორებში არ ზის, მაგრამ არა უშავს ამას გამოვასწორებ. აუ სპოილერი რო დაემატება ხალხო, პროსტო და ფარები რო ჩამოვა, ძალიან მაგარი იქნება. ახლა კი მოდით პირველად გავრიცხოთ ეს მანქანა, რაც ჩვენ ხელშია. მეც კაცებს მე სახშეულ მეც გავირეცხებ მართალია, მაგრამ ახლა ეს უნდა გავრიცხოთ. Let's go. არ შემცვით რას გავარ. ჭურო მაგარი აი ეს რო დავამალოთ ეს მხარე, Subaru 2 მენა ტურბინიანი. ძალიან მაგარი ვერცხლისფერი მოუხდა. და ლურჯი უფრო მოუხდება.
ხო და სასტავ, ერთ შეხედვით ძალიან მახინჯი, გამოუსადეგარი ჯართი, გალამაზდა, უბრალოდ ბამპერების შეცვლით. სპოილერი რო დაყენდება, სულ სხვა თემა იქნება, ანუ უეჭველი STI ვიძე იქნება. ნუ წინა თუ შეხედავ არა რა თქმა უნდა, მაგრამ ხო. ალბათ ხვდებით რის გაკეთებაც მინდოდა ამ მანქანის შეძენით. კარგი რაღაცა გამოვა, მე მომწონს. იმედია თქვენც ისიამოვნეთ ამ ვიდეოთი, აქ დავასრულებთ და დაველოდებით ფარების და სპოილერის ჩამოსვლას. ფარები ჩამოვა მალე უკვე წესით, სპოილერს შევიძენ ცოტა ხანში. ნუ 1-2 კვირა შეიძლება კიდე გაიწელოს შემდეგ ვიდეომდე, მაგრამ ვესწრები რომ მალე ვქნა ყველაფერი. ასე და ამგვარად, იმედია მოგეწონათ, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დამწერთ კომენტარებში თუ რას ფიქრობთ და შემოთავაზეთ კიდე რა გავუკეთოთ ამ მანქანას, გარდა იმისა რა გეგმებიც გვაქვს. ზეთის ღვენთვა უნდა შევაჩეროთ, ვიზუალი მოაგვაროთ, შევღებოთ ლურჯად და ხო, ნუ სვაპისთვის ჯერ სპონსორი არ არის, მაგრამ ველოდებით. თუ ვინმე შემოვიდა სვაპზე სპონსორობით, რა პრობლემაა? გავსვაპოთ. ჩავაგდებთ 2.0-ს, ან 2.5 ტურბოს. 2.5 ტურბო არის ეს ახლა. არ ვიცი, აზზე არა ვარ. Subaru-ში ვერ ვიყავი კარგად. მაგრამ ხო, მე მსიამოვნებს ეს პროექტი და კარგად ხალისობთ. რეზის ისევ არ ეცალა და ამ ვიდეოში მაგით ვერ შემოგვიერთდა ნორმალურად. მაგრამ ეგ არაფერი. მადლობა რომ უყურეთ ამ ვიდეოს ბოლომდე. აბა ხო, შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.